მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბეტაძე გაგაცნობთ. გლობალური გიგანტი Procter & Gamble ქართულ ტელეკომპანია იმედთან ბიზნეს კავშირებს წყვეტს ამის შესახებ გამოცემა CTAM ექსკლუზიური ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანია იმედის სანქციების სიაში შეიყვანა. CTAM-ის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ბრიტანეთის სანქციების სიაში ჯერ კიდევ თებერვალში მოხვდა, Procter & Gamble-მა მასთან სარეკლამო თანამშრომლობა გააგრძელა, თუმცა კომპანიის ევროპის ეთიკის და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით ჩატარებული შიდა მოკვლევის შემდეგ Procter & Gamble-მა მედია კომპანიასთან კონტრაქტი სრულად გაწყვიტა. მსგავსი შიდა მოკვლევა უკვე დაიწყო კიდევ ერთმა გლობალურმა ბრენდმა Nestlé-მ, სხვა საერთაშორისო კომპანიებმა, მათ შორის BBC-მ კომერციული ურთიერთობა იმედთან გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მიერ სანქციების დაწესებისთანავე გაწყვიტა. Procter & Gamble იცავს კანონს ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებელს ვემსახურებით და მკაცრად მივუყვებით სანქციებთან შესაბამისობის წესებს, მათ შორის მედიას შესყიდვების პრაქტიკაში ჩვენ დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმი არ დაგვირღვევია, თუმცა ნებაყოფლობით შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და საქართველოში ტელეკომპანია იმედზე რეკლამის განთავსება შევაჩერეთ, ციტირებს გამოცემა Procter & Gamble-ის სპიკერს. პარლამენტმა უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვის და ბარათით გადახდის საკომისიო შემცირების იდეა დააბრუნა. საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს უნივერსალური სალარო აპარატის დანერგვას, რაც ერთ მოწყობილობაში გაერთიანებს როგორც სალარო აპარატს, ისე საბანკო ტერმინალს. შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის ობიექტზე ანგარიშწორების ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა ერთი მოწყობილობით იქნება შესაძლებელი, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში. ამავდროულად შემოსავლების სამსახური ონლაინ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ორივე ტიპის ტრანზაქციის შესახებ. ამასთან განისაზღვრება, რომ საბარათი ტრანზაქციაზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 0,3%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ასევე აიკრძალება ისეთი პრაქტიკის გამოყენება, რომელიც აღნიშნული ლიმიტის გვერდის ავლას ისახავს მიზნად, მათ შორის საკომისიოების გადაკლასიფიცირებას, რამდენიმე საკომისიოს დაყოფას და ახალი ტიპის საკომისიოს დაწესებას. ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედაზღურის 0,3%-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს სავაჭრო მომსახურების ობიექტების საოპერაციო ხარჯებს საბარათე ტრანზაქციების მიღებისას. ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედაზღურის დადგენის შედეგად სავაჭრო ან მომსახურების ობიექტებისთვის შესაძლოა გაიზარდოს მათი მოგება. კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულია მომავალში საგადახდო ოპერაციების ოდენობასა და ზომაზე. კერძოდ, როგორ შეეცვლებათ ხარჯები და შემოსავლები მერჩანტებსა და საბარათე ინსტრუმენტის გამომშვებ სუბიექტებს. კონკრეტულად რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივა განმარტებებს და შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში ნუცა შუბეშვილი გაგოცნობს. ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის. პარლამენტში უკვე დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელმაც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალური შემოსვლა უნდა წაახალისოს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ. ამასთან ახალი ლიცენზიის ფარგლებში მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ კაზინოებს მთავრობა შეღავათიან დაბეგვრის რეჟიმს შესთავაზებს და მოგების ანუ GGR-ის გადასახადი 20%-ის ნაცვლად 5% იქნება. კანონპროექტი ითვალისწინებს 5 წლიან ნებართვას, რომლის ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100,000 ლარი იქნება. სარეგულაციო ჩარჩოს ამგვარი განვითარება ემსახურება პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების სათამაშო ინდუსტრიის დამატებითი მავნე ზეგავლენისგან დაცვას, რაც უშუალოდ გამოიხატება ახალი ნებართვის მფლობელების ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეების დაშვებაზე აბსოლუტურ აკრძალვის დადგენით. ხოლო მეორე მხრივ ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს სათამაშო ბიზნესის მიმართულებით თვისობრივად ახალი ინდუსტრიის შექმნას, საქართველოში მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაღალანაზღაურებადი კადრების რელოკაციას, მეორად ეკონომიკურ განვითარებას და პირდაპირ საბიუჯეტო შემოსავლების დასს. როგორ აფასებს მორიგცვლელებას აზარტული თამაშის სექტორი, გაზდელიანი მოგვასვენინებს შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში. საქართველოში კრიპტობაზარი სტაბილურად იზრდება, კრიპტობირჟების ნაწილი ამბობს, რომ ფასების და ტრანზაქციების რაოდენობის გათვალისწინებით ბაზარი წლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება. ბაზრის ციკლურობის გათვალისწინებით მოლოდინია, რომ მომდევნო წლებში კრიპტოაქტივების ფასი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე 3 ბანკი სთავაზობს კლიენტებს კრიპტოპროდუქტებს ძირითადად საინვესტიციო მიზნით, რაც სექტორის შეფასებით დადებითი მოვლენაა და კრიპტოაქტივების მიმართ საზოგადოებაში დობის გაღრმავებას უწყობს ხელს. საშუალო წლიურ ზრდას თუ გადავითვლით,
30% მაინც არის როგორც ფასების, ასევე ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეკოსისტემას უფრო ამდიდრებს ბანკების ყოფნა, ასევე გარკვეულწილად ვალიდაციასაც უკეთებს ამ ინდუსტრიას, რადგან იყო ადრეც სპეკულაციები, რომ ასე ვთქვათ ამ ინდუსტრიის და ციფრული აქტივობის რეპუტაციასთან დაკავშირებით იყო ხოლმე გარკვეული შიშები, ასე ვთქვათ, და ბანკების შემოსვლამ ამას გაუკეთა ვალიდაცია, რომ ეს ასე არ არის. როგორ შეიცვალა ბოლო წლებში კრიპტობაზარი საქართველოში, რომელი აქტივების მიმართ იზრდება განსაკუთრებით ინტერესი და რას ცვლის სექტორისათვის კრიპტოაქტივების ბირჟაზე საფინანსო ინსტიტუტების გამოჩენა. ელენა გოგბერაშვილი მოგვასმენინებს კერძო სექტორის შეფასებებს დღის განმავლობაში. საქართველოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტო ამოქმედდება, ახალი სიპი გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქმნება და მისი მთავარი მიზანი გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, პოპულარიზაცია და ასევე მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა. სამინისტრო ამბობს, რომ სწორედ ახალი სააგენტომ მოახდენს სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს და დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, განსაკუთრებით გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე. რა შეცვლის გასტრონომიის სააგენტო ქართული გასტრონომიის განვითარება პოპულარიზაციის მიმართულებით, რეალურად რა სჭირდება სექტორს დღეს და გაართულებს თუ არა ბიზნესის ოპერირებას ბაზარზე ახალი სახელმწიფო სტრუქტურის შემოსვლა. ცეხის თანადამფუძნებელი ვახო კანდელაკი შემოგვიერთდება საქმის კურსში 15 საათსა და 20 წუთზე. ამ და სხვა სიახლეებით პირდაპირ ეთერში ბრუნდებით 13 საათსა და 40 წუთზე დაგველოდით.